დღე მშვიდობისა, მოგესალმებით. ყველაფერი თქო. მოგესალმებით ჩემო. ფანტასტიკურად გამოიყურებთ მონაწილე. წარმატებულ და მშვიდობიან დღეს გისურვებთ ყველას. გამწვანებულს, მზიანს და არაჩვეულებს. რა კარგია, როცა თემას ესე გემრივლად დაიწყებ ხოლმე, გამწვანებული, რა კარგად ახსენე. რას ფიქრობ, ჩემო მონაწილე, ყველაზე დიდი ჯილდო რა შეიძლება იყოს ადამიანისთვის, სკოლაში დაწყებითის მასწავლებლისთვის ან მოსწავლისთვის, გარდა იმისა, რომ ისინი უნდა იყვნენ სამაგალითოები ყველაფერში. აი, რა შეიძლება იყოს ჯილდო, რომელიც აი სხვა ემოციას გამოიწვევს პედაგოგში. მწვანე ჯილდო. შეიძლება ჩვენ მამაყურებელმა არიცის რა არის, მაგრამ მწვანე ჯილდო ეს არის ის ჯილდო, რომელსაც 2018 წლიდან, ხო? დაწყებითი κλასების პედაგოგებს, ასე ვთქვათ, ყველას არა, საუკეთესოს ენიჭება და ეს ნიშნავს იმას, რომ ეკოსისტემის დამცველები უნდა ვიყოთ ყოველთვის ჩვენ და ეკოსისტემის დაცვას ეძღვნება სწორედ ეს ჯილდო. წელს სხვათა შორის 200-მდე პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა ამ ეგრეთ წოდებულ ფესტივალ კონკურსში. 23-ში მოხდა, ხო, გამოვლენა არაჩვეულებრივი პედაგოგის. და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა უნდა გადაუხადოთ გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს, რომ არსებობს მსგავსი წამახალისებელი ჯილდოები პედაგოგებისთვის, ბავშვებისთვის და დიდი მადლობა თქვენ მეგობრებო ამისთვის, რომ ემსახურებით ძალიან დიდ საქმეს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის კი არა მსოფლიოსთვის, დედამიწისთვის აუცილებელია ვფიქრობ. და ზუსტად ვიცით, რომ ეს ბავშვები, აი პედაგოგის აღზრდილი ბავშვები გაიზრდებიან არაჩვეულებრივ, ისინი მოულიან გარემოს, ბუნებას და საოცარ თაობებს და მათთვის არ იქნება დაუშვათ მისათებელი ის, რომ სიგარეტი არ უნდა დავაგდოთ ძირს, პლასმასის ბოთლი აუცილებლად უნდა გადავაგდოთ ნაგავში, პოლიეთილენის პარკი არ უნდა დავაგდოთ ძირს და მოკლედ მრავალი ასეთი შენიშვნა ექნება ცხვისთვის. მოკლედ მადლობა და ჩვენ ახლა უნდა მოვიწვიოთ სტუმრები, გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე ქალბატონი მარიამ გორგაძე და ყვარლის მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლის მასწავლებელი ქალბატონი შორენა ყარალაშვილი. დიდი მადლობა. მოგზანდით, მოგესალმებით, მოგზანდით ქალბატონებო. ვიხარია რომ გსტუმრობთ. დიდი მადლობა პირველ რიგში თქვენ ამ საქმიანობისთვის. დიდი მადლობა პედაგოგს თქვენ, რა თქმა უნდა, რომ ეს ჯილდო დამსახურებულად მიიღეთ და ჩვენ დღეს ძალიან ბევრი კითხვა გვექნება ისეთი, რომელიც ნახე რა სიმამაზე არის. ყველას ემგონებს კონდეს სახში, იმას რომ უყურებ უკვე ხარ ბედნიერი. ზუსტად იცი რომ წარმოუდგენელი არის, აი იმას რომ შეხედავ იმ სილამაზეს რომ რაღაცა ნამდვილად ასია და სწორედ ამ ჯილდოთი დავიწყოთ. რა მიზნით შეიქმნა ეს ჯილდო, რომელიც აი მართლა გამეხარდება მეც რომ მქონდეს და ვიყო ასეთი სამაგალითო რომ გადმომცეს ვინმე ეს ჯილდო. მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. 2018 წელს გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გარემოს დაცვითი განათლების ხელშეწყობისა და პედაგოგების ახალისებისათვის შეიქმნა მწვანე ჯილდო, რომელსაც მოგვიანებით უკვე 2022 წელს დაემატა სასკოლო კომპონენტი დაწყებითი სკოლების მასწავლებელთათვის. მიზანი მთავარი, ანუ რას ემსახურება ეს ჯილდო, წარმოადგენს სწორედ რომ ახალგაზრდების მოსწავლეების გარემოს დაცვითი განათლების ხელშეწყობა, მათი ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით. და ეს ჯილდო განკუთვნილია სწორედ აი ამ სკოლის მასწავლებლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგებისათვის, რომლებიც აქტიურად ზრუნავენ ახალგაზრდების გარემოს დაცვითი განათლების და ცნობიერების ამაღლებაზე და იყენებენ სახელმძღვანელოებს, რომლებიც ცენტრის დახმარებით შეიქმნა. ეს არის სკოლამდელი გარემოს დაცვითი განათლება და გარემოს დაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში. ეს არის ორი სახელმძღვანელო, რომელიც ჩვენმა ცენტრმა შექმნა, სადაც ძალიან დეტალურად არის აღწერილი, როგორ უნდა წარმართოს მასწავლებელმა პროცესი, ანუ როგორ უნდა მოხდეს გარემოს დაცვითი საკითხების ინტეგრირება სასწავლო პროცესში. თუმცა, რა თქმა უნდა, გავჩერდები აქ ძალიან ბევრია დამოკიდებული მასწავლებელზე, მხოლოდ სახელმძღვანელოთი გეთახვებით. აი მოდით ვისაუბროთ ამ კონკურსზე. რას გულისხმობს ეს კონკურსი და ასე ვთქვათ, აი რას ამოწმებთ ამითი, რა საით მივდივართ? კი ბატონო, კონკურსი წლიდან წლამდე იზრდება, რაც ძალიან გვახარებს. როგორც უკვე აღნიშნეთ, წლევანდელ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 200-მდე აპლიკანტმა და კონკურსი მტარდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
პირველი ტური ეს არის მხოლოდ დარეგისტრირება, ანუ სურვილის გამოხატვა, ასე ვთქვათ, დაფიქსირება მასწავლებლის და პედაგოგის მხრიდან, ხოლო მეორე ტურში კი ხდება უკვე თვითონ განხორციელებული აქტივობების წარდგენა. აღსანიშნავია, რომ პირველი ტურის ფარგლებში ასე ვთქვათ, შერჩევა განხორციელდა თავად ცენტრის თანამშრომლებიდან დაკომპლექტებული ჟიურის მხრიდან. თუმცა მეორე ტურს რაც შეეხება, მეორე ტურისთვის უკვე შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტდა შემდეგი უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან, როგორიც არის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული ეროვნული გადამზადების ცენტრი, თბილისის სკოლამდელი ბაგაბაღის მართვის სააგენტო, ასევე თბილისის ზოოლოგიური პარკის სკოლამდელი ცენტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია სენი და არასამთავრობო ორგანიზაცია ეკოხედვა. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ულამაზესი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი და ჟიურისგან ვიცით, რომ ძალიან გაუჭირდათ შესაბამისად შერჩევა. ალბათონო შორე, თქვენთან გვინდა რომ გადმოვიდეთ. პირველ რიგში როგორ გაიგეთ ამ ყველაფრის შესახებ და განაცხადი ვიცი რომ პედაგოგებმა უნდა შეიტანოს რა წარადგინეთ, აი ამ ყველაფერზე გვესაუბრეთ და გილოცავთ. ეს ძალიან დიდი ჯილდოა. მართლა ძალიან დიდი ჯილდოა. აი მე პირადად გულწრფელად ვამბობ, რომ თუ კი რამე გამეხარდება, გარდა იმისა რომ ჩემი სამშობლო მიყვარს, ამაში თუ კი ჯილდო იქნება, კიდე არის ეს რომ უზრუნავთ დედამიწაზე, გარემოზე, ბუნებაზე. ეს არის ძალიან დიდი საქმე ემსახურებით თქვენ და დიდი მადლობა ამისთვის. პირველ რიგში კიდევ ერთხელ მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. არ შემიძლია ჯერ რიგში არ დავიწყო მადლობის თქმით გარემოს დაცვის და განათლების ცენტრის მიმართ, რადგან ის რესურსი, რაც ჩვენ მასწავლებელს მოგცა, ეს არ არის მხოლოდ რესურსი, ეს არის გზამკვლევი იმისთვის, რომ ახალგაზრდებს გარემოსადმი სიყვარული ჩავუნერგოთ. გეთანხმებით, ნამდვილად ყველაზე ძვირფასი ჯილდოა. ეს ჯილდო ჩემთვის პირველი არ არის, მაქვს სხვა ჯილდოებიც, მაგრამ ამ ჯილდოებს შორის ყველაზე ძვირფასი ჯილდოა, იმიტომ რომ დღეს 21 საუკუნეში ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და ეს არის ჩვენი ცხოვრების, აუცილებელი კრედო. არა მარტო მასწავლებლებმა, არამედ საზოგადოების ნებისმიერმა წევრმა უნდა იზრუნოს გარემოზე და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღესაც ასე ვთქვათ, ვერ გამოვსვარ იმ ემოციიდან, ძალიან გახარებული ვიყავი იმ დღეს, იმიტომ რომ ეს იყო მოულოდნელი ჯილდო. რა წარადგინეთ ამ ჯილდოსთვის? ამ ჯილდოსთვის წარვადგინე განაცხადი. განაცხადის შესახებ უკვე რამოდენიმე წელია ვიცოდი, მქონდა ამის შესახებ ინფორმაცია, თუმცა ვერ ვედავდი. არ ვიცოდი, ვიყავი თუ არა ამ კონკურსისთვის მზად და მომცა წლებმა იმის შესაძლებლობა, რომ დამიგროვდა ძალიან ბევრი მასალა, ბევრი პროექტი გქონდა, ბევრ პროექტში ვიყავი მოსწავლეებთან ერთად ჩართული და წელს გავბედე და შევავსე განაცხადი და ეს მოულოდნელი სიხარული მივიღე. ბავშვებიც იყვნენ ჩართულები ამაში, რა მეთოდით ხდებოდა მუშაობა? კი, რა თქმა უნდა, ბავშვებიც იყვნენ ჩართულები და არა მარტო ჩემი სკოლის, მე ახლა ამ ჯილდოთი წარმოვადგენ ახალ სოფლის მეორე საჯარო სკოლას, თუმცა ყვარლის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის ახალგაზრდებთან ერთად მუშაობ გარემოს დაცვითი მიმართულებით, მათ შორის როგორც ახალ სოფლის მეორე საჯარო სკოლაში, ასევე მთისძირის მეორე საჯარო სკოლაში, იგივე პროექტებს ვახორციელებ, რასაც ახალ სოფლის მეორე საჯარო სკოლაში და ასობით ახალგაზრდა არის ჩართული, შემიძლია თამამად ვთქვა. განაცხადის გარდა კიდევ რა წარიდგინება ამ კონკურსზე, იმიტომ რომ მხოლოდ განაცხადით ჟიური განაცხადით ამოწმებს დაუშვათ იგივე მონაწილეებს თუ რაიმე ნაშრომია. შემთხვევები, როდესაც თვითონ კუთხეები ქონდათ მონაწილეებს, მაგალითად გარემოს დაცვის სხვადასხვა შინაარსის, გარემოს დაცვითი მიმართულებით, რა თქმა უნდა, თვითონ გაკეთებული, ბავშვებთან ერთად პედაგოგებს წარმოადგენენ, ეს ვიგულისხმობ, ისეთი ნამუშევრები მოიტანეს, რომ მართლა ნამუშევრებში იგულისხმება წერილობითი ფორმა. არა, თვითონ მაკეტი ქონდა, მაკეტი, თქვენი მაკეტი მაინტერესებს ძალიან. სავალდებულო არ იყო, მაგრამ წარმოადგინეს. პირველ ეტაპზე ჩვენ წარმოვადგინეთ პრეზენტაცია, სადაც სლაიდების სახით ქონდა ჩვენი მთელი წლის ნამუშევარი და შემდეგ საბოლოო ეტაპზე უკვე ჩვენ ღონისძიების დასკვნით ღონისძიებაზე ჩვენ გვქონდა ჩვენი რესურსები.
მე მაგალითად მქონდა ჩემს მოსწავლეებთან ერთად ჩვენი სოფლის მთას გავუწიეთ პოპულარიზაცია, ეს არის მადლობა. ჩვენი სოფლის მთას გავუწიეთ პოპულარიზაცია, რადგან აქ არის სამკურნალო მცენარეები, გარდა ამისა გვინდა რომ ჩვენს ქვეყანაში გაიგონ რომ არსებობს ესეთი მთა-ღოლოიანი და ამ მთის პოპულარიზაციის მიზნით ჩვენ მოვკრიფეთ იქ ჩაის სხვადასხვა მცენარეები და ვაქციეთ ჩაი და დავარქვით ჩაი ღოლოიანი და ეს ჰქონდა წარდგენილი ამ კონკურსზე. ასევე მქონდა ჩვენ შევქმნით ესეთი მინი კომპანია მე და ჩემმა მოსწავლეებმა, სადაც დავამზადეთ მეორადი ხის მასალისგან ძაღლის საყელოები. ეკომასალი. ამას მოფიქრებას ხომ? კი, ეს არ არის ინოვაციური, არსებობს უკვე საქართველოს ბაზარზე, მაგრამ ინოვაცია ის რომ ბაზარზე ძალიან ძვირი ხის, ჩვენ 12-15 ლარის ფარგლებში ვყიდით და აქ არის პატრონის ძაღლის საყელურს აქვს პატრონის ტელეფონის ნომერი, მისამართი და დაკარგვის შემთხვევაში, რაც ჩვენს მუნიციპალიტეტში ძალიან ხშირია. მაშინ კრიტერიუმებზე ვარ თქვა 1-2 სიტყვა, იმიტომ რომ ზანე და მე ბავშვების ჩართულობა გვაინტერესებს ძალიან. ეს იყო სწორედ ერთ-ერთი განმაპირობებელი გამარჯვების შემთხვევაში, იმიტომ რომ სხვა კრიტერიუმებთან ერთად მნიშვნელოვანი იყო დანერგილი აქტივობების სიახლე და კრეატიულობა, ასევე თვითონ სასწავლო მეთოდიკის მრავალფეროვნება, მოქალაქეების ჩართულობა, ამ გარემოს დაცვითი სწავლების პროცესში და მათზე ზეგავლენა, ну, რა თქმა უნდა, კომუნიკაციის უნარი მასწავლებლის მხრიდან, სამომავლო გეგმები, ეს იყო ის კრიტერიუმები, თვალსაჩინო შედეგები, რაც ადგილზეა და შესაბამისად ამ კრიტერიუმების მიხედვით ჟიურიმ შეარჩია გამარჯვებული. ბავშვების ჩართულობა როგორი იყო? თუნდაც აი საყელოების დამზადებაში მათი ჯერ ინტერესი, შემდეგ ჩართულობა და რამდენად გააზრებული აქვთ, რას აკეთებენ, რას ემსახურებიან? ბოლო წლებია ვამბობ, რომ მე არ ვასრულებ მასწავლებლის როლს. მე ვარ მედიატორი ფაქტობრივად, იმიტომ რომ ეს ბავშვები, ეს იდეები, აი ბოლო მარტის თვეში ჩვენ შევქმნით ესეთი ტენსომეტრი. ტენსომეტრი არის, რომელიც ნიადაგში მცენარისგან იგებს თუ ნაკლები აქვს წყალი ასხავს და თუ მეტი აქვს წყალი უკან იღებს. ეს ძალიან ინოვაციური პროდუქტი არის და ერთ-ერთ კონკურსზეც ჰქონდა გატანილი. და ამ ყველაფერში 100%-იან მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდები, ბავშვები თვითონ ადგენენ, ირგებენ როლებს, მაგალითად, ვის შეუძლია სოციალურ ქსელში ეს პროდუქტი გააპიაროს, ვის შეუძლია შექმნას თვითონ ეს პროდუქტი და ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი, თვითონ ირგებენ როლს. თქვენ შესაძლებლობას და არ შემიძლია არ კითხოთ, რამდენად ელოდებოდით და გჯეროდათ, რომ თქვენ გაიმარჯვებდით? საერთოდ არ ველოდი. მე როდესაც დამირეკეს და ვიცოდი რომ ათეულში მოვხდი, შემეძლო რომ 2 ადამიანი წამეყვანა და ვერ გავბედე, მინდოდა ჩემი დირექტორის და რესურს ცენტრის ხელმძღვანელის წაყვანა, მაგრამ ვერ გავბედე, იმიტომ რომ ვიფიქრე რომ ეს იყო რაღაც ჩვეულებრივი ათეულში მოხვედრა. თუმცა იქ რადგან მარტო რომ ვიყავი, ესე ძართული იყო, ძალიან მინდოდა ჩემი სიხარული გამეზიარებინა და იქ იყო ჩემი მუნიციპალიტეტის მერი და მასთან ერთად გავიზიარე ეს სიხარული. რამდენად გამორჩეული იყო და რით იყო გამორჩეული წლევანდელი კონკურსი და თუ აპირებთ გაფართოებას მწვანე ჯილდოს კონკურსისა, იმიტომ რომ როგორც ვიცით, მხოლოდ პედაგოგებზე გაიცემა. კი, მოგახსენებთ, განსხვავებული წლიდან წლამდე ვითარდება და იზრდება, რა თქმა უნდა, არა მარტო რაოდენობა, არამედ ხარისხიც შესრულებული სამუშაოსი, თუნდაც აი ხარ ასეც ვისაუბრეთ, იმდენად ინოვაციური პროდუქტები შექმნეს. კი, რომ ნამდვილად უდაოდ დასაფასებელია. ამჟამად არის მხოლოდ სკოლამდელი, როგორც ვთქვით, აღზრდის დაწესებულებებში და სკოლებში უყურთ დაწყებით ეტაპზე. გვაქვს გეგმები გაფართოების კუთხით, მით უმეტეს, რომ ბოლოს რაც ჰქონდა ახლა დაჯილდოების შეხვედრა მიმდინარე კვირის განმავლობაში, იმდენად ბევრი მსურველი იყო, რომ დასწრებოდა ღონისძიებას, რომ თვლით, რომ ალბათ კარგი იქნება, რომ გაფართოვდეს. კონკრეტულად ახლა რაზე შევჯერდები და ჩამოვყალიბდებით, ალბათ ამ წუთას ხო არ იქნება ჩემთგან მართებული. ამის შესახებ საუბარი, მაგრამ გვინდა რომ გავხადოთ გაცილებით უფრო პრესტიჟული, მასშტაბური და გრანდიოზული. და ჩვენთან მოგზაურდებით
და გეგმებზე ყველაფერზე ჩვენთან ესე იგი ვისაუბრებ. ჟიურის სპეციალისტები ვინ არიან? აი სპეციალისტობით ჟიურის წევრები ვინ არიან? იცით რა, აქვთ ერთის მხრივ პედაგოგიური, ანუ სამინისტროდან ხარისხის მიმართულებით, ასე ვთქვათ, განათლება და გამოცდილება, მაგრამ ასევე, რა თქმა უნდა, ყავს გარემოსდაცვითი კუთხით ვინც აფასებს დარგობრივი სპეციალისტები, ასევე ანუ სხვადასხვა მიმართულებით, როგორც რაც კრიტერიუმები იყო და როგორც ხდება შეფასება, ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დარგის სპეციალისტები და პროფესიონალები იყვნენ ჩართული, რომ რაღაცა ვთქვათ, უფრო პრესტიჟული იყოს და უფრო პროფესიონალურ დონეზე ჩატარებული ჩვენი კონკურსი. ძალიან მაინტერესებს. მხოლოდ ერთადერთი ჯილდო გაიცემა ამ შემთხვევაში ყოველ წელს თუ არის სხვადასხვა, ასე ვთქვათ, კრიტერიუმები და ნომინაციები. როგორც უკვე აღნიშნეთ, ათეული იყო, ასე ვთქვათ, შერჩეული და ათეულიდან შემდეგ ცალკე სკოლამდელი აღზრდისთვის, ცალკე სკოლის ასაკში. სასკოლო კომპონენტი, რასაც მოიცავს, თუმცა ჩვენ გამოვავლინეთ მესამე ადგილზე გამარჯვებული, მეორე ადგილზე და პირველი ადგილი ორივე შემთხვევაში, ანუ ყავს ორი მწვანე ჯილდოს მფლობელი, ერთი სასკოლამდელი და მეორე სასკოლო განათლების სფეროში, კი ბატონო. მე მგონია კიდევ ერთი უნდა დაამატოთ ცოტა ხანში ეს, ძალიან დიდებისთვის, წამყვანებისთვის და პროდიუსერებისთვის. კატეგორიები რა კატეგორიებში გაიცა? ანუ ეს იყო მესამე, მეორე და პირველი ადგილი, ესეც კი, პირველი ადგილი. ძალიან კიდევ ერთხელ მკაფიოთ მინდა მიზანი კონკურსისა, რას ემსახურება, რა აქვს მიზანი, რომ მაყურებლისთვისაც, ჩვენთვისაც იყოს უფრო კონკრეტული და რა თქმა უნდა, აღვნიშნეთ ის, რომ ადრეულ ასაკშივე, ალბათ სწორედ ამიტომაც ავირჩიეთ სკოლამდელი ასაკის საწყის ეტაპზე, რომ ბავშვებმა იცოდნენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა, რატომ უნდა იცოდნენ და რაც თავარია გაითავისონ ის, ასე ვთქვათ, უნარები შეიძინონ და გაითავისონ, როგორ უნდა მოექცენ ბუნებას და როგორ მოგვექცევა ის, ანუ გააცნობიერონ ადრეულ ასაკში, რომ ეს ყველაფერი ჩვევაში გადაიზარდოს. რა თქმა უნდა, ხა ჩვენ ასაკში შესაძლებელია, რომ შევიძინოთ, ცოდნოთ, თუმცა გაცილებით ალბათ გაგვიჭირდება, რომ ეს ყველაფერი ჩვევაში გადაიზარდოს. ძალიან დიდი მადლობა ამ საოცარი საქმესთვის. უღრმესი მადლობა თქვენნაირი პედაგოგები, ძალიან ბევრი უნდა ყავდეს ყავდა კიდევ უფრო მეტი, იმიტომ რომ როგორც თქვი ჩვენ დასაწყისში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, ჩვევაში სწორედ მაშინ გადაიზრდება, როცა ბავშვობიდან რაღაცის სწავლას იწყებთ. დიდი მადლობა ქალბატონო მარიამ, დიდი მადლობა ქალბატონო შორენა, გულწრფელად თქვენ ძალიან დიდ საქმეს ემსახურებით და ეს საქმე დიდი ღვაწლია ჩვენი ქვეყნისთვის და დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. გვიხარიხართ, გელოდებით სულ, ჩვენი თანადგომა სულ გაქვთ. ახლა კი უნდა გავიდეთ რეკლამაზე, ძალიან მალე დაგიბრუნდეთ.